მეგობრებო, მოდით გულახდილად ვისაუბროთ. არსებობს ბრძოლები, რომლებიც უბრალოდ სპორტია და არსებობს ისტორია, რომელიც ჩვენს თვალწინ იწერება. ილია თოფურია ისლამ მახაჩევის წინააღმდეგ. ეს არ არის მხოლოდ ორი ჩემპიონის შეხვედრა, ეს არის ორი სხვადასხვა სამყაროს, ორი სკოლის და ორი უდიდესი ამბიციის შეჯახება. მაგრამ მთავარი კითხვა, რომელიც დღეს ყველას გვაწუხებს არის, საერთოდ ვიხილავთ ამ ბრძოლას ჩვენს სიცოცხლეში, თუ ეს დარჩება UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოცანად, ისევე როგორც ხაბიბისა და ტონი ფერგიუსონის დაპირისპირება. როგორც ანალიტიკოსი გეტყვით, ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით. თეთრი სახლის ქარდის ანონსის შემდეგ გაირკვა, რომ ილია და ისლამი სწორედ იქ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს. წარმოგიდგენიათ, მაგრამ როგორც ხშირად ხდება ამ სპორტში, ბებმა სხვაგვარად ინება. ილიამ ტვიტერზე საკმაოდ ცივი და პირდაპირი პოსტი გამოაქვეყნა. მან თქვა, ისლამმა კიდევ ერთხელ იპოვა მიზეზი. ამჯერად ტრამვა. მე ყოველთვის ვიცოდი, რომ ამ ივენთის ნაწილი ვიქნებოდი. მაშინაც კი, როცა UFC მეუბნებოდა, რომ ჩემს იმედზე არ იყვნენ, ვიცოდი, რომ ეს მოლაპარაკების ნაწილი იყო. თოფურიამ დაადასტურა, რომ როგორც კი ისლამის სახელი ახსენეს, მან წამითაც არ დააყოვნა და ბრძოლა მიიღო. თუმცა მეორე დილას გაიღვიძა და გაიგო, რომ ისლამი ტრამვირებულია. აქ ჩნდება პირველი ნეიტრალური კითხვა თქვენთან, მაყურებლებო. თქვენი აზრით, რა მოხდა სინამდვილეში? ეს მართლაც საბეტისწერო ტრამვაა, თუ სტრატეგიული უკანდახევა რომელიმე მხრიდან? ილიას რეაქცია მწვავე იყო. მან ჯასტინ გეიჯიც კი ახსენა, როგორც ადამიანი, რომელიც ისლამის გაქცევისთვის პასუხს აგებს და აი აქ იწყება ნამდვილი ტვიტერის ომი. ისლამმა ან შესაძლოა მისმა მენეჯერმა ალი აბდელაზიზმა არ დააყოვნა. ორივემ ვიცით ვინ შეშინდა აქ. შენი სიმხდალე ბოროტი ტვიტებით შეგიძლია დაფარო, მაგრამ ერთ დღეს მიიღებ იმას, რასაც ითხოვ. მოდით ემოციები გვერდზე გადავდოთ. ერთი მხრივ ყავს ილია, კაცი, რომელმაც დაამტკიცა, რომ სიტყვებს ჰაერზე არ ისვრის. მისი თავდაჯერებულობა ზოგჯერ ქედმაღლობაშიც კი გადადის, მაგრამ როცა ვოლკანოვსკის და ჰოლოვეის მსგავს ლეგენდებს ამარცხებ, გაქვს ამის უფლება. მეორე მხრივ ისლამი, P4P რეიტინგის ლიდერი, დაუმარცხებელი მანქანა დაღესტნიდან. ქართველი გულშემატკივრისთვის ილია მხოლოდ მებრძოლი არაა, ის ჩვენი სიამაყეა, ჩვენი მატადორი. მაგრამ ობიექტურობა მოითხოვს თქვათ, ისლამი უდიდესი გამოწვევაა ნებისმიერთვის. ახლა კი თქვენ გეკითხებით, ვის მხარეს ხართ ამ კონფლიქტში? გჯერათ ილიას კილერული ინსტინქტის, თუ მიგაჩნიათ, რომ ისლამის ჭიდაობა და გამოცდილება გადაწყვეტილი იქნება? დაწერეთ კომენტარებში, თქვენი სახელი რომ იყოს სასწორზე, ვისზე დადებდით ფსონს. ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ გველოდება ანალიზი, თუ რატომ ჩაიშალა ეს ბრძოლა ორჯერ და რა როლი ითამაშა ამაში წონითმა კატეგორიებმა. მოდით რეალობას თვალებში ჩავხედოთ. ილია თოფურია ისლამს მაშინვე იწვევდა, როგორც კი ჩემპიონი გახდა და ვოლკანოვსკი დააძინა. ეს კაცი თავდაჯერებულობის განსახიერებაა, ჯერ ტიტული არ დაეცვა და უკვე P4P ლიდერს ეპატიჟებოდა ოქტაგონზე. მაგრამ აქ ჩნდება ერთი დიდი მაგრამ. UFC-ში ყველაფერი მხოლოდ მუშტებით არ წყდება. როცა ილიამ განაცხადა, რომ ქვემ სუბუქწონას 145 ფუნტის სამუდამოდ ტოვებს და სუბუქში 155 ფუნტში გადადის, რადგან წონის კლება უკვე ჯოჯოხეთად იქცა, ყველა მიფიქრა, აი, ისიც, მოემზადეთ საუკუნის ბრძოლისთვის. თუმცა ისლამის ბანაკმა, ხაბიბ ნურმაგომედოვის მეთაურობით, მაშინვე მუხრუჭები დააჭირა. ხაბიბმა პირდაპირ თქვა, რომ ილიას ჯერ არაფერი გაუკეთებია 155 ფუნტში, რომ ტიტულზე იჩხუბოს. და აი აქ შემოდის ნეიტრალური კითხვა თქვენთვის. როგორ ფიქრობთ, ეს მართლაც სპორტული პრინციპია თუ სტრატეგიული თამაში, რომ ილია ცოტა მოაშთონ? UFC-ს ხელმძღვანელობა იმდენად დაინტერესებული იყო ამ ბრძოლით, რომ ჰანტერ კემპბელი დაღესტანშიც კი დაგზავნეს მოსალაპარაკებლად. შედეგი? კომპრომისი. ილია და ისლამი იჩხუბებდნენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისლამის მეკობარი ბელალ მუჰამედი ტიტულს დაიცავდა ჯეკ დელა მადელენასთან. წარმოგიდგენიათ, მთელი მსოფლიოს ბედი ბელალის ხელში აღმოჩნდა. და რა მოხდა? ბელალმა გადაწყვიტა, რომ მოკრივია, ეჩხობა JDM-ს დგომში და წააგო. აი ასე გაგვისხლტა ხელიდან სუპერბრძოლა პირველად. ახლა კი გადავიდეთ ყველაზე მტკივნეულ თემაზე, ფიზიკურ სხვაობაზე. ილია 5-7-ია, მაგრამ მისი ძვლების სიმკვრივე, ბიჭებო, ეს კაცი ბეტონია. სწორედ ამიტომ ურტყამს ასე საშინლად. მაგრამ ძვლებს ვერ დაიკლებ, როცა ისლამი ახლა 170 ფუნტში ქვესაშუალოში გადავიდა და კრეატინით ბაბერილი დადის, სხვაობა კატასტროფულია. ისლამი ახლა 190 ფუნტზე მეც იწონის ოფსეზონში, ილია კი მაქსიმუმ 175-180-ია. 15 ფუნტის სხვაობა ჭიდაობაში, ეს იგივეა კლდეს შეეჯახო.
ილიამ ჯოროგანთან თქვა, რომ მზადაა 165 ფუნტზე ქეჩვეიძე შეხვდეს. ეს იქნებოდა სამართლიანი არა, მაგრამ UFC-ს ქამარი უნდა. ქამრის გარეშე ბრძოლა კი ბიზნესისთვის ნაკლებად მომგებიანია. კითხვა თქვენ? თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია წონა, როცა საქმე ისეთ ტექნიკას ეხება, როგორიც ილიასა აქვს? შეუძლია თუ არა ქართულ მატადორს დაღესტანური დათვი თავისი სისწრაფითა და სისწორით დაამარცხოს, მიუხედავად იმისა, რომ ისლამი გაცილებით დიდია. და ნუ დავივიწყებთ, რომ ილიას წინ ჯასტინ გეიჯი ელოდება. ეს არ იქნება სეირნობა პარკში. გეიჯი ის კაცია, რომელიც სულ სამოგართმევთ სცენამ თავად არ გაითიშება. თუ ილიამ ჯასტინიც ისე გააჩუმა, როგორც სხვები, მაშინ ისლამის გასაქცევი აღარ ექნება. მეგობრებო, მოდით სიმართლეს თვალი გაუსწოროთ. ეს ბრძოლა ნელ-ნელა ემსგავსება MMA-ის ისტორიაში ყველაზე დიდ გამოუყენებელ შანსებს. გახსოვთ ჯორჯ სენ-პიერი და ანდერსონ სილვა, ორივე თავისი დროის მეფე, ორივე ლეგენდა, მაგრამ მათი გზები ოქტაგონზე არასოდეს გადაკვეთილა. მიზეზი? წონა, მოლაპარაკებები, დრო. ზუსტად ის, რაც ახლა ილიასა და ისლამს შორის ხდება. დაფიქრდით რა ხდება რეალურად. ილიას ახლა ჯასტინ გეიჯისთან აქვს საქმე მოსაგვარებელი. ისლამი კი სავარაუდოდ ივნისამდე არ დაბრუნდება და თავის პირველ ტიტულის დაცვას 170 ფუნტში გეგმავს. და აი აქ ჩნდება მთავარი პრობლემა. დრო. სანამ ორივე თავის დივიზიონებს აწესრიგებს, კალენდარი ივსება. ჩვენ კი გულშემატკივრები ვიცდით. როგორც ანალიტიკოსი, ერთ რამეს გეტყვით. ილიასა და ალი აბდელაზიზის, ისლამის მენეჯერის შორის არსებული მტრობა მოლაპარაკებებს 10 ჯერ უფრო ართულებს. ალი მიცის როგორ გაყიდოს ბრძოლა, მაგრამ ილია ის კაცი არ არის, ვინც სხვის წესებზე ითამაშებს. ქართველი მატადორი ითხოვს პატივსცემას და შესაბამის ჰონორარს. ისლამი კი თვლის, რომ ილიამ ჯერ თავის წონაში უნდა დაამტკიცოს ლიდერობა. ნეიტრალური კითხვა თქვენთან. თქვენი აზრით, ვინ უფრო მეტს კარგავს ამ ბრძოლის ჩაშლით? ილია, რომელსაც სურს გახდეს ორმაგი ჩემპიონი და ისტორია დაწეროს, თუ ისლამი, რომელსაც ჭირდება ისეთი სკალპი, როგორიც თოფურია, რათა საბოლოოდ დაჩრდილოს ხაბიბის მემკვიდრეობა. მოვით ვიოცნებოთ იდეალურ სცენარზე. ილია ამარცხებს გეიჯის, სასურველია ისე, რომ ყველამ პირი დააღოს. ისლამი იცავს თავის ქამარს 170-ში და წლის ბოლოს, დეკემბერში, ისინი ხვდებიან 165 ფუნტზე. ეს იქნებოდა MMA-ის ისტორიაში ყველაზე მაღალი დონის ტექნიკური დაპირისპირება. ძალა, სისწრაფე, ჭიდაობა, კრივი, ყველაფერი ერთ ოქტაგონზე. მაგრამ რეალობა ხშირად სასტიკია. წონით კატეგორიებს შორის სხვაობა იზრდება, ისლამი სულ უფრო გიგანტური ხდება, ილია კი თავის სტიქიაშია. ძალიან დიდი შანსია, რომ ეს ბრძოლა დარჩეს მხოლოდ ტვიტერის ომად და ჩვენს წარმოსახვაში არსებულ საუკეთესო სცენარად. ფინალური კითხვა თქვენთვის, ვინც ბოლომდე მისმინეთ. მზად ხართ თუ არა, რომ ეს ბრძოლა საერთოდ ვერ ვიხილოთ? თუ გჯერათ, რომ დანა ვაითი მაინც მოახერხებს ამ ორი ალფა მამრის ერთ გალიაში შეყვანას? დაწერეთ კომენტარებში, რომელ წონაში იქნებოდა ეს ჩხუბი ყველაზე სამართლიანი. მადლობა, რომ იყავით ჩემთან ერთად. ეს იყო ილია თოფურიასა და ისლამ მახაჩევის დიდი ანალიზი. არ დაგავიწყდეთ არღის გამოწერა და წინ კიდევ ბევრი ქართული გამარჯვება და დიდი გარჩევა გველოდება. მშვიდობით მეგობრებო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.